ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ რამდენჯერ უამრავჯერ გადაგვარჩინა ღმერთმა გარანტირებულ. მე არ ვამბობ ფიზიკურ გარდაცვალებას. ფიზიკური გარდაცვალება რა არის? გარანტირებულ სულიერ დაღუპვას რამდენჯერ გადაგვარჩინა. იმიტომ რომ ზოგიერთი ქცევა ადამიანისა ისეთია, რომ ის შეუქცევად სახეს იღებს, გესმით? ზოგიერთი ისეთია და უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ ჩნდება. აი, ერთგვარად სუიციდს გავს, სადაც დაბრუნება შესაძლებელი არ არის. ან ისეთი მძიმე ცოდვა, რომ მე მთელი ცხოვრება უნდა ეპიტიმია, ანუ ის სასჯელი ატარო, რომ როგორმე გათავისუფლდე მისგან და პარადისობაში არ გადაყვეს და აი რამდენჯერ გადაგვარჩინა ღმერთმა და როცა აი ამ კონტრასტს დაინახავ შენ აბსოლუტურ უსუსურობას ბოროტი ძალის წინაშე, იმიტომ რომ მის გონიერებას შენ არ უპირისპირებ საღმრთო გონიერებას და საღმრთო თავისუფლებას, არამედ ემონები და მიშკوازე დადიხარ და ვერ ხვდები, რომ ის როგორ გაცდუნებს, ეგ ერთი და მეორე ამის საპრიწონეთ, როგორ გადაგვარჩენდა ხოლმე ღმერთი. დაუმსახურებლად. არაფერი დამსახურებით არა. უბრალოდ აი ჩვენთვის სამყაროს შემოქმედი, რომ ჩვენთვის მოიცლის და გადაგვარჩენდა. თუ ადამიანს ამის დანახვის უნარი აქვს საკუთარ ცხოვრებაში, მაშინ მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი ხდება ყოველი წამი, როცა ის ქრისტეს ეძებს. იმიტომ რომ შენ უკვე საკუთარ ტყავზე გამოცდილი, რომ არა მხსნელი, შენ დაიღუპებოდი და ძალიან ეხლაც არ დავჭკვიანებულ ვარ და მე ეს მხსნელი დღესაც ჭირდება, ხვალეც და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ეგ ერთი მხარე სულიერი ცხოვრებისა და ახლა მეორე. აი ამ ბოროტებასთან ბრძოლის გარეშეც. ამისგან დამოუკიდებლად, იმის გამოცდილებაც თუ მაგრა ბედნიერებაა, როცა ქრისტეს შემსგულს ეხება, მაშინ თლად მოტივირებული ხდები, რომ ვეძებო ღმერთი და მოვიდე წირვას. რატომ მოვდივარ წირვას? აი რატო ვიკრიბებით? რატო აი სტომარი მამები არიან დღეს სამი სტომარი მამა ამოსულა? რა გვსჯის? რატო ვცდილობთ, რომ კვირაში ერთხელ რაც ჟული გვავალდებულებს, იმაზე მეტად მოვიდეთ, ბევრჯერ მეტად მოვიდეთ. რა გვსჯის, რა გვავალდებულებს? მოტივირებული უნდა ვიყოთ სწორად. არა უბრალოდ რელიგიური ცნობების დაკმაყოფილებისათვის, არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ არის და რომლის გარეშეც ვერ გადავრჩებით ერთი და რომელთან ერთადაც რომ უბედნიერესნი ვარ და ამ ბედნიერების წინა გემოს რომ გძნობთ, აი ეს როცა არის мотиваცია ჩვენი აკყოფნისა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი აკყოფნა არის ჯანსაღი. თორე თუ ასე არ შევხედავთ საკუთარ თავს, მაშინ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და ვერ დავაკმაყოფილებთ იმ დიად სახელს, რომელსაც ვატარებთ. ჩვენ ქვია დიადი სახელი ქრისტესი, ქრისტიანები ვართ. გესმით, ქრისტიანები ვართ.